მოდით ვნახოთ, როგორია თქვენი დღის ენერგია. გვექნება რამდენიმე ვარიანტი და შეგიძლიათ აირჩიოთ იქიდან. როგორია დღევანდელი დღის ენერგია თქვენთვის. პირველი ვარიანტი, დღევანდელი დღის ენერგია და მეორე ვარიანტი. მე დავიწყებ პირველი ვარიანტი, თქვენ შეგიძლიათ დააპაუზოთ და მოусმინოთ სასურველ ვარიანტს შემდეგ. ნახოთ, როგორია პირველი ვარიანტის დღის ენერგია. პირველი ვარიანტისთვის დღევანდელი დღე იქნება საკმაოდ ნოსტალგიური, ჩაკეტილი, თითქოს ემოციურად იკეტებით საზოგადოებისგან, არ ღებულობთ შემოთავაზებებს, არ გადიხართ გარეთ, რაღაც საკუთარ სივრცეს იქმნით და ცდილობთ, რომ რაღაცეები გადააფასოთ, იფიქროთ, მეტი შეიმეცნოთ. შეიძლება ისეთ სიღრმისეულ ცოდნას გაეცნოთ, რაც აქამდე არ განგიხილავთ, შეიძლება სხვადასხვა სფეროს გაეცნოთ, რაც თქვენთვის გასაიდუმლოებული, იდუმალი და საინტერესოა. შეიძლება ეზოთერიკაშიც გაერკვეთ, არ გამოვრიცხავ, ნუმეროლოგიამ დაგაინტერესოთ და ასტროლოგიით იყოთ დაკავებული. ყოველ შემთხვევაში აქ ხდება გონებრივი განვითარება, წინსვლა, შეიძლება გქონდეთ გამოცდა და ამისთვის ემზადებით, არ გამოვრიცხავ, მაგრამ დღევანდელი დღე არის უფრო სწავლა-განათლებაზე, რაღაც სიღრმისეული შესწავლაზე, საკუთარი პოტენციალის უკეთ აღმოჩენაზე და ასევე სამომავლო გეგმების დასახვაზე ორიენტირებული ადამიანის ენერგია. დღევანდელი დღე თქვენთვის იქნება რაღაცის შემსწავლელი, რაღაც სიახლის მომტანი, შეიძლება სულაც არ იყოთ სახლში ჩაკეტილი და არ იყოთ კომფორტის ზონაში, მაგრამ იმ სივრცეში, სადაც იქნებით, ჩაკეტილად და რაღაცნაირად გარიყულად იგრძნობთ თავს და თითქოს თქვენ სამყაროში ხართ წასული, თქვენი სამყარო გაქვთ გარშემო შექმნილი და რაღაცნაირად არ უშვებთ საზოგადოებას თქვენ სივრცეში და ცდილობთ, რომ შეინარჩუნოთ ეს დისტანცია და რაღაცნაირი სიშორე მათგან. მიჩვენებენ, რომ დღევანდელ დღეს თქვენ შეიძლება გაიაზროთ ის პოტენციალი და შანსი, რაც წარსულში დაკარგეთ, რაც ხელიდან გაუშვით და მოგინდეთ, რომ ეხლა ყველაფერი მართოთ, ყველაფერი აკონტროლოთ და წახვიდეთ სწორი გზისკენ, ხო, სწორი არჩევანი გააკეთოთ. ასევე შეიძლება დღევანდელ დღეს მოვიდეს მუზა და დაწეროთ გარკვეული ნაშრომი, რაც იქნება თქვენი წარმატების და წინსვლის საწინდარი. არ გამოვრიცხავ, რომ ზოგიერთ თქვენგანში გაიხსნას რაღაც სიღრმისეული ნიჭი, რაც ასოცირებულია გონებასთან, მესამე თვალთან, სულიერ წყაროსთან და სამყარო დღევანდელ დღეს უფრო ახლოს იქნება თქვენთან, უფრო მეტ კავშირს დაამყარებს და თუ გქონდათ დღევანდელ დღეს გამოცდათ ჩანიშნული, აუცილებლად წარმატებით დაასრულებთ, იმიტომ რომ თქვენ ამისთვის ძალიან ბევრი იშრომეთ და იწვალეთ. ამავე დროს აქ ჩანს ადამიანის ენერგეტიკული გამოფიტვა, თითქოს დაიღალეთ ცხოვრებით, დაიღალეთ იმ პრობლემებით, რაც ცხოვრებაში გაქვთ და გინდათ, რომ რაღაცეები შეცვალოთ, გინდათ, რომ რაღაცეები წინ წავიდეს და უფრო მეტი ფინანსები მოიპოვოთ, უფრო მეტი განათლება შეიძინოთ და აქ ჩანს ადამიანი, რომელიც მოწყურებულია ახალ ენერგიას და უნდა რომ ეს ყველაფერი მიიღოს და სამყაროც ზუსტად ამ ენერგიის ადამიანს ხედავს და უნდა რომ მას მიაწვდინოს ხმა და რაღაც იდეა ჩასახოს მასში, ხო, რაღაც იდეა დაბადოს მის გონებაში, რაც საბოლოო ჯამში გამოსჭვივის და გამოანათებს. ეხლა თქვენს სამყაროში, თქვენს სივრცეში შეიძლება იყოს სიფნელე, შეიძლება იყოს გაურკვევლობა და თავი ძალიან მარტოსულად და ძალიან დეპრესიულად იგრძნოთ, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეს ყველაფერი აუცილებლად გაივლის და დღევანდელი დღე იქნება თქვენთვის გაკვეთილი, დღევანდელი დღე თქვენთვის იქნება სინათლის ნაპერწკალი, რაც გზას გაგიკვალოთ და ამიტომ თუ დღევანდელ დღეს იყო რაღაც შემოთავაზებები სამსახურის მხრივ, ასევე გონებაში დაგებადათ ახალი წამოწყების და ბიზნესის იდეა, ან გონებაში დაიბადა ახალი ნაშრომის დაწერის იდეა, აუცილებლად გამოიყენეთ ეს შანსი, იმიტომ რომ ეს არის სამყაროს მიერი ხმა, ეს არის სამყაროს მიერი საჩუქარი და თქვენთვის ასრულებული ოცნების საწინდარი. წარმატებები პირველებო, გადავიდეთ მეორე ვარიანტზე და ვნახოთ, როგორი იქნება თქვენი დღევანდელი დღე. მეორე ვარიანტი. როგორი იქნება თქვენი დღევანდელი დღე? საკმაოდ მეგობრული, საინტერესო და თავგადასავლებით სავსე იქნება. ამავე დროს მიჩანს გარკვეული ხელშეკრულებების გაფორმება, კომუნიკაცია კოლეგებთან და არის აქ ჯგუფური, გუნდური მუშაობის ძალიან კარგი შანსი იმისთვის, რომ გუნდურად და ჯგუფურად მიაღწიოთ ძალიან დიდ წარმატებას. თუ ხართ რომელიმე კომპანიაში დასაქმებული, ან გაქვთ რაიმე ისეთი სფეროში გამოცდილება, რაც მოითხოვს გუნდურ მუშაობას, გაყიდვებს, ფინანსებს, რაღაც კომუნიკაციას, ძალიან კარგი იქნება. თუ
გინდოდათ გაგეყიდათ ბინა ან მსგავსი ტექნიკა, არ მუშაობთ გარკვეულ მანქანებზე და მსგავს სიტუაციებზე, თქვენი სამსახური მოიცავს უფრო ფინანსურ საკითხებს და ყიდვა-გაქირავებას, მინდა გითხრათ, რომ ძალიან წარმატებული აღმოჩნდება დღევანდელი დღე თქვენთვის და თქვენ შეძლებთ, რომ მიიღოთ ის ფინანსური რესურსი, რაც აქამდე გჭირდებოდათ და მოლაპარაკებები საკმაოდ კარგად აწარმოოთ. დაიდება რამდენიმე ხელშეკრულება, საინტერესო ხელშეკრულება, შეიძლება გინდოდათ ბანკში სესხი აგეგოთ და აქამდე არ გიმტკიცდებოდათ, მაგრამ დღეს მოხდება სასწაული, ესე რომ ვთქვათ, და ამ სასწაულის შედეგად თქვენ დაგიმტკიცებენ ამ სესხს, კი აიღებთ დიდ ვალდებულებას, მაგრამ ეს სესხი იქნება თქვენთვის ძალიან პერსპექტიული და დადებითი მუხტის მომცემი. შეიძლება ბინის ყიდვა გინდოდათ და ვერ ახერხებდით, ვერ ამხორციელებდით ამ ყველაფერს და დაგეხმარებათ სხვა ადამიანი, რომ შეიძინოთ ბინა ან მანქანის ყიდვა გინდოდათ და არ ყავდათ ადამიანი, ვინც ფინანსურად მხარში დაგიდგებოდათ და ამ ფინანსებს აუცილებლად დაგეხმარებიან ფინანსურად, მოკლედ დღევანდელ დღეს, ან ბანკიდან იქნება რაღაც შემოთავაზებები, რაც თქვენთვის სარფიანი გამოდგება. დღევანდელ დღეს ასევე ძალიან კარგი არის შეკრებები მეგობრებთან ერთად, საყვარელ ადამიანებთან ერთად, იმიტომ რომ აქ ჩანს მეგობრული ენერგია, პოზიტიური ენერგია და კომუნიკაციის ენერგია, რაც დიდ წარმატებას გვპირდებათ. ასევე გვაქვს ენერგია, რომელიც მოითხოვს კომუნიკაციას, სწავლას, განათლებას და შეიძლება დაიწყოთ ახალი სასწავლო კურსი, რაც არის თქვენთვის ახალი პროფესიის და ახალი ნაკადის, ფინანსური ნაკადის გახსნის წყარო, შეიძლება შეისწავლოთ ყიდვა-გაყიდვების მიმართულება და ამ კუთხით მერე დიდ წარმატებას მიაღწიოთ, ან უკვე ხართ ამ გაერთიანებაში და შექმნათ თქვენი ახალი ფინანსური წყარო და საკმაოდ დიდი კარგი სუყე, ესე რომ ვთქვათ, კომპანია იშოვოთ, ან კომპანიონი, რაც მოგიტანთ დიდ ფინანსებს. ასევე დღევანდელ დღეს ზოგიერთი თქვენგანი უშუალოდ სულიერებასთან უფრო ახლოს მივა, უფრო დაკავშირდება, უფრო სიღრმისეულად ჩაიხედება ამ ყველაფერში და მიჩანს, რომ სხვადასხვა რელიგია, სხვადასხვა მრწამს შეისწავლით და უფრო მეტად გათვითცნობიერდებით რეალურად სამყაროს შინაგანში, ხო, სამყაროსთან კონტაქტი უფრო მეტად დამყარდება და გარკვეულ სულიერ გურუს ან კონკრეტულ ადამიანს ნახავთ თქვენ სივრცეში, ვინც მოგცემთ ინფორმაციას და ეს ინფორმაცია იქნება სრულიად ახალი და თქვენთვის საინტერესოც, იმიტომ რომ აქ ჩანს კომუნიკაცია, აქ ჩანს რაღაცის შესწავლა, გარკვევა და შეიძლება მიხვიდეთ ისეთ ადამიანთან კონსულტაციაზე, ვინც ჩაგახედებთ და დაგანახებთ სამყაროს სხვა თვალით და აღგაქმევინებთ თქვენს პოტენციალს სხვა თვალით. ასევე შეიძლება ვახსენოთ დღევანდელ დღეს ის, რომ გაიგებთ თქვენს ურთიერთობაში არსებული მესამე პირის შესახებ და ეს ყველაფერი გახდება ცხადი და ცნობადი და ეს თქვენში გამოიწვევს ძალიან დიდ დანაკარგს და ემოციურ გაყინვას, მაგრამ ეს საჭიროა იმისთვის, რომ თქვენი ახალი საწყისი და ახალი პოტენციალი გაიხსნას. მოკლედ დღევანდელი დღე უფრო პოზიტიური კუთხით იხრება, ვიდრე ნეგატიური კუთხით. ფინანსური მხარეც გვაქვს საკმაოდ კარგი, მაგრამ შეიძლება როგორც გითხარით, ვალდებულების აღება მოგიწიოთ გარკვეული ან მეტი მუშაობა, გამომუშავებაზე ხართ და აქ არის ფინანსური შემოდინებაც. წარმატებები მეგობრებო, თუ რეზონირდა, ან გინდათ რომ რეზონირდეს, დამიკომენტარეთ.